სტანდარტულად ბიჭებო. ყავა და ველოდები გიორგის. რავი ბიჭო, სულ როგორ უნდა იგვიანებდეს ეს ბიჭოები და აგეჭეს აქ მანქანა შეავდება. იოსაფისთვის. ზეთ არის ყველაფერი. ორტა სანამ ეკამო მანამდე დავასწავლე. კომპლექტ აიგეთი ამინდი გვაქვს. კოდებში მაგალითად მიმაოდ. რა გინდა ვიდეო? შენ ვერ გავიგებ. პასაჟირი ხარ თუ ძღოლი ხარ ეს ველია. აგეძმაო თუ რა ხოდი უნდა. თუ რა კაინერია. ანუ ეს თავის პოსტი გადავუხსნა. შენ გარემოზე. არა რა გინდა ძმაო? ეს არის აქ ისეთი ქვეყანა რომ უნდა ვიაროთ მარცხნივ აი ეს აი. და პრობლემაა და ხო როგორც მე დავდივარ ნახეთ არა მაგალითად უნდა მე თუ გამოვარდა იქ და მითხრა პრობლემაა მე ნეტიში არა მოდი გადაიღო არა ხო იცი ეს თუ არ არის ეს სიყვარულის რემლებია რომ თავსმაგიმა ეგ უბრალოდ ესია ეს რაც ვიმა ეს რა არის ჯინჟგლავს და მეტი არაფერი ბრევი დერიან იცია რომ მოვდივარ და მოვიდნენ რიბაკი ბიჭები ისო ხო იცი ჩვენთან რიბაკები არა ვარ რიბაკები არა ჩვენ მონადირე ბიჭები აქეთ გადაიღო რავი მიდია არა ის დამჭა მოიცა წავიდე ნელ არ მიდივარ ზემო აჰა აგე ბოდებე ჩვენ ხარ ეს უმიზნებს ბოდებე აღარო დავედი შემოვედით მინდორში და ოპერაცია ვიპოვოთ მწერი პირველი ჩამოვაგდო გიორგი ავესწრე ბუთლები აი ჩამოვა. თორია ვიპოვოთ. ფუ, კარგი, მოდი. კარგი იპოვა. მოდი. პირველი მწყერი. პირველი მწყრის გამარჯვებულია გიორგი. აქციაში ვარ მოყოლი. აქციაშია მოყოლი. გავაგზავნოთ ბიჭებო ნადირობა. ეს არის 4-5-6 სექტემბერი. არა, 7 სექტემბერი. 1996-ში. და ვარ ბოდბეში. დაახლოებით აკეთ ოპა აუ იღე მე ცერტი თალი ბიჭებო მომე ოჩა ფუ ერთი თალი მიავიღე ბიჭებო აუ აგე საიდან ამოვიდა პრიასავდებდი და ვერ ვესროლი მაგის დედავატირა აი იქიდან ამოვარდა აი არ გავიდეთ ბოლომდე. რაიზარი ხარ? ის სხვათა შორის შენ ძახს ამოვიდა ეს მეორე. აგე, შენია. კარგი ხარ. მანდარი. ეჭილუს. მიდი ლუს მანდარი. მიდი მანდარი. აი ჩავარდე. ოჩ მომეც. კარგი გოგო. აჰა, ერთი. გავაერთი ენთი. აი დავდგები მაშინ. პა ჰა ავიღე მეორე
Qocha, mana, qocha. გამოვედით იქით გამარჯვებისკენ და აქეთ აქდება კიდე ესეთი გადაბურული და ნიშლი. საი მაგარი საიხვია მინდა წამოიწე ხوار გავაქცე. აგე 2 წელი მტრედია. იგი 2 წელი გადავიდა, აგე 2 წელი მტრედი. ლაპლანდიური ტყაპტყაპები თუ ტყაპტყაპების სეზონია ეხლა. ნუ იხუნა და ხოთოთ ბალიშები უნდა გავაკეთოთ. აბა ჩასვლა გვინდა დავლა და იმედია ჩავალთ. ჩავალთ კაც ვატო ჩაიო. იგივე ჩასვლა ჩავალთო, მაგრამ ამოსვლიც მე არა ვარათო ჩაი. მე არა ვარათო ჩაი რომ ამოვალთ მე და უკან ამიტომ ნახოთ აბა სად წავალთ. Kayık გადავალ მაშინ. თუ გინდა აქ ეს საიდან აფრინენ? აქედან აფრინენ მინდვრიდან საიდანაც. იქნება თავზე წამოგვივიდნენ. აი წერია ორივე. ერთი მანდარი. ხედავი სად ის და ის კედლები. ნაიქ ნასემიჩკარში. Dai cimini. Mami tane, hadi. 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 Aç. Aç. Kay. ჩამოვედით ბოდბეში, წინასაც ვიყავით. სადაც მაგრა დამოვიდა მწყერი. მაგრამ ეხა საერთოდ რა მოვიდა? ადარი მწყერი, ხამარ. ცოტა შევჭამთ. აი მზარეული გიორგი და სურა. ესე ჩვენი პატარა საჭმელი. ესე იგი ჯამში 4 ცალი მე მოვკალი. კი, რამდენი ცალი მოვკალი? 3 ცალი. ჰა? 3 მოგ. აქ ვერ მოვკალი მეტი? არა, არაფერი. სურა, შენ 4. ესე იგი 4 მე 3 გიოს და 4 ზურას. აი, საკმაოდ დიდი ტერიტორია მოვიარეთ. 1 საათზე მეტი ვიარეთ რა და თავებულად 5 ცალი მწყერი ამოვიდა. არ იყო აი ამ ადგილში მწყერი, იქ პირდაპირ მაღალია და იქ მაღალში აღშევეთ, იმიტომ რომ წინაზე ძალიან დიდი ტყავი ნახა გიორგიმ და ეხა აქ რაღაცე პრობლემები არ გვინდა. ეხა უცბად შევჭამთ, ცოტა შევიცანეთ და სხვა ადგილებში გადავალთ და ნახოთ აბა რა. გასვიკავთ. როგორ ზგია? გამაბრაზა იმ დღეს გავატყავე. ვერსია. ეს კიდე ის არის ხორცია რა. რა ხორცი კაცო? ხორცი ხო წამოიღე და იგი კალბასი მაგისგან არ გააკეთე. სურა გიტამი აგველის კალბასი. ჰა? ჩაშუშულია კარგი. ჩაშუშული გააკეთე წამოღებული. არ და 4 ჩაშუშული გააკეთე მეთქი ძმა და კალბასი გააკეთე. ჩაშუშულის აკეთება წრები გაპუტო ისაჯობია. დავპუტო უცურან წრები. იგი ჩემი ძაღლი როგორ იყურება? მაიმუნი. ჩამთ ხა და გავაკეთებ მედება. აი შალენ კი ვაზრი არა ქონდა. დასხდნენ.
აბა, ძალიან ვაგე. ნადირობას აი ესეთი ამინდი გამოგვიდა მაგრაცაც ვიმს ძალიან ბულუსია ჩემი ცალხიდიანი მანქანიდან გამომდინარე მოგვიწია ამოსვლა ერთი რამდენიმე ადგილი ვნახე და კიდევ წვერი არ იყო ერთ წელი წვერი დავამატე 4 ან 5 წელი ავიღე ჯამში 3 დიო მაიღო 4 დორა მაიღო აი რა ვიცი დღევანდელი ნადირობა ფიქსირად ჩაიშალა რა ეგეთი ამინდი გოქარი ვარ თუთხლად ცველები და მივდივართ სახლში, იმიტომ რომ სხვა ვერაფერს ფიზიკურად ვერ გავაკეთებ. თუ სადმე რამე ადგილი მოგვეწონა კი შეიძლება გადავჩერდეთ, მაგრამ მაინც არ ამგონია, იმიტომ რომ ცველები ვართ. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ტანჯული ნადირობა. ახი სადღაცა ხო ახი მოდი ჰაი მოდი დედი ნახე ნახე ვიპოვე ჰაი მოდი ჩემთან მოდი ჩემი ბიჭი აი მოდი რა გაჭამო მოდი აბა ნახე აბა რა არის მოდი მიდი გაიქეცება მიდი გაიქეცი მიდი წავედი რა გავაკეთო არა ინტერესებს ეს წერი და რა უქნა მოდი აი ხო ხედა რომ ეს როლი არ გაიქცა არსად ანუ არ просто აი ჩერდება რა მიდი ტარება უნდა ზურა ტარება და ტარო ატარებ სოი სამაკ სათქმელი აგეძმა ვისამ ყავდა რა ქვია სეტერი ხა ქვემოთ რომ ყავს თოფს რო გავისროდი 10 წუთი ძახს ვეძებდი მე აი ეს ელექტროსაყელო ვიყიდე მაგისთვის საყელო რო გავუკეთე იმის მერე ძაღლი აღარ დამკარგვია და შესაბამისად აღარც ის აღარ გამჩენია რომ ძაღლი მომეძებნა არა პროსტა მწყერი არ აინტერესებდა და გავანები თავის ბოლოს წავიყვანეთ მე და გიო ვიყავით ერთად ის ძაღლი რო ბოლოს აქვს სანდიოთან მყავდა წინ დარბოდა ძმაო გიოს სეტერთან ერთად აი მინდორში ვიყავით ეგ ერთ წალის მოკალი ჩიბუხა ინდემად ახი შენია ყოჩახ მოდი აი აბა ნახე აი მიდი რა ბიჭო რა ჯემი ბიჭი არა უშავრო ეი თავისთან მოვიდა რა თუ დახსა მოვფრინდა წავედი მოკლედ ბიჭებო ეს არის ჩემი ძაღლის მესამე გამოყვანა და პედიგრით ავართ გამოსულები აი დარბის უკან მომდევს წინაც გადის მომენტებში პედიგრი მაქვს წამოღებული თან ამ პედიგს ვაჭმევ აბა ნახე ზურა რამე არ აყავდეს რა მეფერებით რა თქმა უნდა წერი ნაკლებად გვაინტერესებს ჩვენ ხო და ესე ნელა ტარებაში ჩვენი ბიჭი დაკაცდება და ისწავლის ნადირობას წეგან ჩამოვაგდებოთ ჩვენ ეს მწყერი ხო და სტოიკაზე ხო არ არის რაღაცას და რამის გავიდე ხაზენ წავედით წამო ელექტროსაყელოც უკეთია თუმცა არ ამჯერდება ჯერჯერობით ეს ელექტროსაყელო წამო როკი წამო ძალიან რა თქმა უნდა
აო. ურადღება მაქვს ძაღლზე. მოდი. შესაბამისად მეორე ბრეტონი სახშია. სახში დავტოვე. კვირაში ერთხელ ამისთვის უნდა მოვიცალო ყოველთვის რა. ამ ვიდეოში გამომყავს თან და. მოდი. აი, მოდი. აი როგორ მიეჩვია უკვე იმას. დავძახეთ. ეს შენი რატო ჩამაგდებინე დებილო? აღარ გაჭმა. აი. დაიწყე. მიდი. ხოდა რომ მიგამოვა რა. ეგამ წელი რო ვაჩვენე. პედიგრიც აღარ აჭამა. ანუ უფრო მწყერზე ქონა აქცენტი გადატანილი, სუნავდა რაღაცებს. ანუ ტარება და რაღაცა გამოვა. რაო, ბიჭო, რაო, წამოდი. მიდი აბა მოძებნე მწყერი. ანდ და კეთ სიმართლე გითხრათ, რაღაც მწყერი არ არის. გაუთიბიეთ ეს მინდორი არ და კაი შალაფა იდგა. კაი ხანი არა ყოფილა ამ მინდორში. და დამხვდა შეცვლილი, მაგრამ არ ავშავს. რაც შეეხება ბოდბეს რო ვიყავით, მოკლედ მწყერი არ იყო რა, მაგრამ მწყერი არ არის. ერთ-ერთი ვარიანტი თუ გინდათ ნადირობა უნდა ჩახვიდეთ გორებში. და ინადიროთ გორებში, თუ გინდათ რომ მწყერი იპოვოთ. სხვა შანსი არ არის რა. სამწუხარო რეალობა ეგაა ბოდბის. მოდი. მოდი ჩემი გოგო, მოდი. გოგო ხარ თუ ბიჭო ხარ? მოდი როკი. როკი, აი. მოდი. მოდი. ყოჩო. ფუ. ყოჩო. მოდი როკი. აი. ნახე რა არის. მოდი. აი. როკი. აი ნახე რა არის. ჰა? აი. რა არის? რა არის? ბიჭო ხედავ როგორ ასუნავს. რა არის? წავედი. მოდი. წამოდი აბა. ადგილი უნდა მოვძებნოთ რა სხვა. არა. სექტემბრის დასაწყისში ეს მოდამ მწყერი არ არის. როდის ხა იქნება? ეს ახლა უფრო მიილევა. როკის შეხედი აბა სად არის? მოდი, აი ნახე რა არის. როკი, მოდი ჩემთან. აი. მოდი. ხო არ გაიქცა? არა, აი. აბა ნახე, ნელა ცოტა, ველორივით ნუ მოდიხარ. აბა ნახე ბიჭო. როსი გაუშვენ პირი შენ ინციაც არის. აბა რა არის? რა არის? ცხიში ხო შეგაყარო ბუმბულები ბიჭო, მეტი რაღა გავაკეთო ეს შემის. ნახე. მოკლედ ბიჭებო დავასრულეთ ჩვენი ეს ვიდეო, რომელიც ახალით უკვე ბოდბეშის ვიდეოს არის მიგმული. ორი სიტყვით გეტყვით რომ აი წეგანად ვიძახდი რა. ბოდბეში დიდი წერი არ იყო. აი ხა ახავთ. ანუ ყველა იძახის რომ გორებში ამ წერიო. როგორც კი გაშრება გორებში თუ ჭვილი გადავალთ. მაღლა არის და პატარა არის დაბალი გადამწვარი მინდვრებია მოკლედ ძალიან. ქვემოთ ზემოთ რო ახვალთ, ზემოთ უფრო არის მინდვრები, მაგრამ რავი, იქაც ძალიან წერი ვერ ვნახეთ რა. მოკლედ წელს რაღაცა წელს ვერ წავადექი რა, რომ კარგად მენადირა. კლავ რაღაცა რაოდენობაში, იმდენი არ არის რაც უნდა იყოს. ჟაშა ყველა გასვლაზე მინიმუმ 10 მქონდა სახში და ხა 5, 6, 3
ერთხელ 15 ავიღე, ერთხელ 13 ავიღე და ერთხელ 10. ეს არ არის რაოდენობა, რაც უნდა იყოს რა. ხერა შეიძლება რომ ისეთი დარბის ჩვენს ისე ვისია, ანუ ტოპში არ შეშინია დიდად რა და არ შეშინია, არ გარბის არაფერ ტოპის ხმაზე. მაგრამ არც ყერი არ აინტერესებს. დღეს მარტო მყავდა გამოყვანილი, როგორც ნახეთ, კრეტონის სახშია. ლიანტ ყურადღება მქონდა ძალზე გადატანილი. შესაბამისად, დიდად პროტონდაში თავარ წამოსული ტყეები არ წამიღებორი. როკი, მოდი აქეთ. როკი. ხოდა თან ელექტროსაყელი აქვს, თუ მომბრაზებს ეგრევე ვიბრაციადან საკუთრო. არ ჭირდება დენი. ხოდა პერსპექტივა აქვს რა ამ წელს. უბრალოდ ტარება უნდა, რა თქმა უნდა, ბევრი რა. ხოდა ესე კვირაში ერთხელ გამომყავს მეც რომ იქნება რაღაცას მიეჩვიოს და რაღაცა ნახოს და გაიხსნოს, ანუ ერთი გახსნა უნდა, ერთი გაიხსნა, მერე პრობლემა არ არის რა. თავი რაც არის ის რომ მიჯერებს, არ მაყვირებს. არის თავი რომ თავს რო გაიწვი არ გარბის. და წყერს რო ჩამოვგდებ და ვაჩვენებ. აი პედიგრზე მეტად აინტერესებს უკვე მწყერი რა. და დაგზა პედიგს ვაჩვენდი. ამჯერად ასე კარგად. აუ ნახოთ ძალიან ჩასკიდა შევხედოთ რა. გამოწერეთ ჩემი არხი და ლაიქება, არ დაგავწევთ და გაზიარება. აბა მომავალ შეხვედრამდე. ჰეი, ფიჭო. დღეს არის 14 სექტემბერი და აი ისევ ეგეთი ამინდებია კახეთისკენ რა კონკრეტულად თელავში ისევ წვიმს დილით 6-ის ნახევრიდან ხსევარ და ველოდები როგორღაც გადაიღოს ამ წვიმმა, მაგრამ არ იღებს. ბოდბეში და კაჭერში სამწუხაროდ ვერ მიდივარ ჩემი მანქანის სალხიდიანობიდან გამომდინარე. და აქ ახლოში დავაპირეთ ჩავსულიყავით, მაგრამ აქაც ისეთი ამინდია რომ აი პროსტა ვერ ჩახვალ, კი ჩავალ, მაგრამ ვეღარ ამოვალ. სადაც მე მინდა რომ მივიდე. ხო და ეხლა როგორღაც ცოტა შეიფერხა ამ წვიმა. ხო და იმედია იქ სადაც მივდივარ, იქ წვიმა აღარ იქნება. 1 საათის გზა მაქვს აქედან. ახმეტის მხარეს უნდა გავიდეთ, იქით უნდა ვინადიროთ. რაღაცა კაი ადგილები შევიგულეთ და ვნახოთ აბა რა იქნება რა. ეს რამდენიმე დღეა კაროჩა ის საშინელი წვიმა რა. ვაფშე არ გადავღია ფაქტიურად. ალბათ იქნება 1-4 დღე უკვე. ხო და ჩემი ბოტებით მესამე წყვილი ბოტი ჩავიჭრი დღეს. ყველაფერი მაქვს სველი აბსოლუტურად. აი ეს ერთი შარვალი ყავა მაქვს. შრალი, სანადირო შარვალი. დანარჩენი სულ ყველაფერი დელი დასმელი სველი, ანუ გაშვებასაც ვერ ასწრებს, მოკლედ ჩემი დასაცმელი რა. აბა იმედია რა მე იქნება. ერთი კაცი უნდა წამოვიდე ჩემთან ერთად, რომ შეიძლება იმასაც გაგაცნოთ. შემოვედით ბიჭებო სოფელ გისტაურში და აი ისევ წვიმა დაიწყო. ეხლა უნდა ავიყვანოთ კიდევ ერთ ადამიანი. ვატაშორის იცნობთ ჩემი თევზაობის ვიდეოებიდან. მაგრამ ხო არ გავხსნით სადაც. და გავაგზავნებთ მე გზას ახმეტისკენ. აი ეგეთი ამინდი გვაქვს. იმედია გადაიღებს რომ მანქანიდან მაინც გადავიდეთ. და სიარული შევდოთ. ეხლა ისე წვიმს მაგალითად რომ ეგეთ ამინდში გადასვლა არის ძალიან სისულელე რა. ნახოთ აბა როგორი ამინდი გამოგვივა ბოლო ჯამში. თუ არ და ცოტახანი მოვიცდით. ამინდის პროგნოზი წერია რომ 10 საათზე უკვე აღარ უნდა წვიმდეს. ხო და იმედია მასე იქნება. და მართლაც წვიმა აღარ იქნება. აგი გამოჩნდა გოგაც აგი იქნება. აი გოგა. ეხა შევა გამოსდავს ყველაფერს და ჩერდება და წავალთ. აი ნამდვილი მონადირე კაცი. ტუტი შილეთით. მზად არის უკვე სანადიროთ. აგი ჩახდეს. მოვე. ორაციო. არა. აჰა, ეგ არის წავედით და ეგ არის რა. ანუ ბიჭო პატარა დილები. აქ შევვალავენ შევძლები უფრო შეიძლება რომ იყო. აგენ წერი ყავს იმას დამოტროდი და ოჩახ
დაიჭი მიდი. მომიტანე. Hadi. მოდი ჩემი. ოჩ, კარგი. რამ ხელა მწყერია ხედავ. მე ხარ ტაიმ მაგარ ადგილში. მაგრამ ეს ცალ მწყერია მოვიდა მარტო რა. საერთოდ არ არის. ერთი აი კუტრიალებდა ჯერ რაღაცას და ან გაიპარა ან ნაჯდა მიიყო. ან არ ვიცი. სამწუხაროდ აქ წყალი ვერ ავნახეთ ვერაფერი. აი ხა ავდგებით და შევეცვლით ადგილში. იმედია სხვაგან მაინც მოვიდეთ რამის რა. გაიგე თოფის ხმა. Спасибо. Чес. Ай, რა მაგარი ადგილია თქო, ხო? ჰა? ნახევარი სიმინდი არის სათოვილი. რაო? ნახევარი სიმინდი არის სათოვილი. თუ გინდა ცოტა ზემოთ გადადი და ეს გადავიტანო ჩუა. აი ეს. გოგა ჩოკების დაშვება შეიძლება იცი ის თუ არის შვებს ვაფშე. რაო? დიჭმიდი. მომიტანე, მოდი. აი დიდი მწერია. ო, ძმაო, როგორია მოვიდა. მოდი ჩემთან. ყოჩა, კარგი. კარგი, ყოჩა. ყოჩა. მეორე ავიღეთ ბიჭებო. როგორც იქნა, სტოიკით. აბა, ამაზე რა შტყვით, რო იძახით, რო ძაღლია სტოიკას არ აკეთებს, ვაკეთებს სტოიკას თუ არა. ნახე მიდი. გამოვარდე, მაგრამ იპოვი. ნახე. დიჭი. მომიტანე. ყოჩ. რაზე? არცეთი არ გამიცდენი. არა და პოტენციურად შეიძლება და რომ იმერთით ნახე. დიჭი, მომიტანე. მოდი. ყოჩა, კარგი.